დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 22 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. Deep State-ის გავლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ირაკლი ყობახიძემ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში პრემიერის განცხადებით გლობალური ომის პარტია პრორუსის იარლიყს პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციისთვის იყენებს. მისივე განმარტებით ეს კამპანია ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2011 წლის ბოლოს განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული უკვე წარმოებს ეს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული Deep State-ის ხელწერა. აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ Deep State არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინს ვიყენებდით, სხვათა შორის ამასაც შევახსენებ საზოგადოებას. ჩვენი ტერმინი, რაც ვიყენებდით, იყო გლობალური ომის პარტია და რასაც ჩვენ უწოდებდით გლობალურ ომის პარტიას, იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია როგორც Deep States. და რეალურად ხელწერა არის უცვლელი ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად ერთი და იგივეა, იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი რაღაც იარლიყი, პრორუსი და როდესაც ჩვენ გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა გამოიყვანო დისკრედიტირებულად, რომელიც არ მოგწონს, აწებებ ძალიან მარტივად მას პრორუსის იარლიხს. თქვენ რო დაუჯეროთ Deep States და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, გავლენიან ძალებზე როცა არის საუბარი, წამყვანი ოპოზიციური ძალები რო ავიღოთ. საფრანგეთში ყოფილა რუსეთის მარიონეტი. უფრო მეტიც თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ანუ ამერიკა მის ხელში იყო, ლათინური ამერიკა მის ხელში იყო, რუსეთის ხელში იყო, აქეთ უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში ლაიმის რუსეთმა მოიყვანა თავის ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოყოთ. ხო, სინამდვილეში რა ხდება? არის მარტივი სპეკულაცია. შენ გაქვს მტრის ხადი და შენს ოპონენტს ასე ვთქვათ უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხადს. აი უმარტივესი მაღლა გებელსისეული მეთოდია. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების ასე ვთქვათ მეშვეობით. ეს ძალიან მკვეთრად ჩანს. ინტერესი, Deep State-ის ინტერესი არის, რომ გახანგრძლივდეს ომი. რა თქმა უნდა, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ბუნებრივია ეს შესძლო თეორიული სცენარი და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ Deep State-ისთვის იქნება ძალიან მომგებიანი და ამაზე საუბრობენ დღენიადაგ ევროპელი პოლიტიკოსები, მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, სახეზეა მეორე ფრონტის ინტერესიც. აქედან გამომდინარე, არავის უნდა უგვირდეს, რომ ზეწოლა ქვეყანაზე გრძელდება, საქართველოზე გრძელდება, ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის სისხლისამართლის საქმე წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ტულსი გაბარდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომლის მიზანი მისი განმარტებით იმის ჩვენება იყო, რომ 2016 წელს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო. შტატების დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული Deep State-ის დავალებით ჩაიდინეს. მთავრობის მეთაურმა ღამის კურიერის ეთერში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესზე ისაუბრა. ირაკლი ყობახიძის განმარტებით, ეს არის მოსახლეობის დასჯის მცდელობა, ასევე პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს. პრემიერ-მინისტრმა პარალელები გაავლო მოლდოვასა და საქართველოს შორის არსებულ მდგომარეობაზე. მისი შეფასებით, ევროპული ბიუროკრატები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართული ხალხის მიმართ. და აქაც ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. ხშირად ვადარებთ ხოლმე მოლდოვას, ჩვენს ქვეყანას და აღარ მინდა გავიხსენო შედარებები, კორუფცია ყავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტე ინსტიტუტების, DST-ის წევრია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ უამრავი პრობლემაა მოლდოვაში. ამის მიუხედავად მოლდოვა ამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად, იქ პარტიებს გძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ ამისათვის, პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს, საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება და აშკარად სახეზეა უსამართლობა, ხო? როდესაც ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს საქართველოს და მოლდოვას და ახლა საჩანს კიდევ ერთი უსამართლობა უშუალოდ ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებით.
მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45% იყო მომხრე. 45% იყო მომხრე. და საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ძალისხმევით შემცირდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნდობა არა მარტო სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა არის ჯერ კიდევ ბევრად უფრო მეტი ვიდრე 50%. და ასეთ პირობებში შენ გადაწყვეტე დასაჯო საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნა სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. ხო, იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ უბრალოდ არც მართლა სამარცხვინოა ის, ასე ვთქვათ, ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. არ ვიცით, ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა დღეს საკავშირო ხელისუფლება, ევროკავშირის ხელისუფლებას გულისხმობ. დაახლოებით ისეთი ვითარება, როგორიცაც იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება 90-იან წლების დასაწყისში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგავს სრულიად არაპრაგმატულ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს. დანარჩენი ვნახოთ, ასეც და ისეც რეალურად ვერც ეს манипуляცია ვერ იქნება ვერავითარ შედეგზე გათვლადი. ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ვიზოთ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ. მოხონდა რა თქმა უნდა რაციონალურ ფარგლებში, მაგრამ ეს სპეკულაციები მასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური ზრდა, ვიზა ლიბერალიზაცია და შემდეგ ეს არის თავიდან ბოლომდე თითთან გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ ყურადღება პოლიტიკურ კორუფციაზეც გაამახვილა. სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება, განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე სიცაუბრა და მის წინააღმდეგ აგორებული პროცესი კონკრეტული პირების ინტერესებს დაუკავშირა. გარკვეული სპეკულაციები მოყვა ჩემ ამ განცხადებას და ითქვა, რომ ქართული ოსნების წარმომადგენლები აფინანსებდნენ ნაცებს ასეთი მესიჯები მოისმინე, გზავნილები მოისმინე. ხო, რეალურად რაში იყო საქმე და რაში არის საქმე. სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება. კორუმპირებული არის კორუმპირებული. თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც ქართული ოსნება და არ არის არც ნაცი. აი, მაგალითები დავასახელე ნაცების შემთხვევაში, არც ნოდარ მელაძეა სინამდვილეში ნაცი და არც ლევან ხაბეიშვილია ნაცი. ორივე არიან კორუფციის ბეთრქული შვილები. იგივე ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მე გულისხმობდი, რა თქმა უნდა, ქარშეულ სახელებში და გვარებში, მაგრამ რეალურად იგივე ეხება ამ ადამიანებსაც. ესენიც არ იყვნენ ქართული ოცნება, როდესაც ადამიანი ფულზე იყიდება, იმას აღარ აქვს პარტიული კუთვნილება. იქ არის უკვე რაღაცა ვიწრო სუბიექტური მერკანტილური ინტერესები და ამასთან ქონდა ჩვენ რეალურად საქმე. ანუ კორუფციას უკავშირებენ თქვენი ოპონენტები თორნიკე რიჟვაძის ინციდენტსაც. რას უპასუხებთ ამას, როდესაც საუბარია, რომ აქ საუბარი იყო მის კორუფციულ რაღაც თემებზე და სწორედ ამას მოყვა ეს უსიამოვნო ისტორია. როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი, ხო? ეს იყო პირველ რიგში ტევე პირველი, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი და ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ქვია თუ რა ქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ გავრცელებდა ბრალდებებს კორუფციასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ბარიგების ფარულობასთან დაკავშირებით. და თქვენ რო გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია სწორედ კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების ფარულობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ეს კონკრეტული ბრალდება, ბოლო ბრალდება განსაკუთრებით ეს ბარიგების ფარულობა ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ის იგივე წყაროზე, კორუფციულ წყაროზე რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. ნუ აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, ხო, ვიღაცას უნდოდა ცეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. შეიძლება იყოს ხო კონკრეტული პირები, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ვიცით. მაგალითად უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს ჰქონდა კონკრეტული მეცახელი მიკუთვნებული და შესაბამისად ვიცით წყარო რა იყო ამ დაფინანსების კი ბატონო მეცახელი ეს იყო წყაროც ვიცით რა იყო და ნუ შესაბამისად კონკრეტული პირები იგულისხმებიან რა თქმა უნდა.
ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრებთან და მათთან ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ძალისხმევაზე, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საერთაშორისო ტვირთების აღნიშნულ დერეფანში მოზიდვის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდას. შეხვედრების ფარგლებში მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. წილად შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს ვიზიტის ფარგლებში, მათ შორის როგორიც არის ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და რა თქმა უნდა ენერგეტიკის სექტორი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დავსახეთ საერთო გეგმები, განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობის ზრდას და ადრიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, მათ შორის როგორიც არის მაგისტრალური გზების მშენებლობა, ასევე როგორც ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი, ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილი მშენებლობა და ორივე მხარე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას. ქალბატონ მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. დღეს ჩვენ ვახორციელებთ ყაზახური ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. მიმდინარე წელს საერთო ჯამში გეგმავთ 1,500,000 ტონა ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც. 2024 წელს სამმა ქვეყანამ, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა კაბელის მშენებლობაზე, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონთან დააკავშირებს, საიდანაც საქართველოს გავლით მწვანე შუა კორიდორის საშუალებით ელექტროენერგია ექსპორტზე გავა ევროპაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ამ პროექტს. ეს პროექტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში ამოქმედდება. უხმანალექმა პრობლემები შექმნა ადიგენის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების საქონლის სადგომები, დაიხოცა პირუტყვი და დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. დაზარალებული ოჯახები მერიის სამსახურებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ტექის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. ნალექი მოვიდა, ფანტიორ გამიტელდა წემა, ფაქტობრივად ტექნიკური საათი მიმდინარეობდა, გადაუვიდოთ ძალიან ინტენსიური წემა იყო. დაზარალდა რამოდენიმე სოფელი, მათ შორის ყველაზე მძიმედ დაზარალდა სოფელი შოხა, სადაც სამსახურებელი სახლი გამოვიდა სპოლმედან, ესე რომ საცხოვრებლად უარგესი გახდა. თავისთავად მათ დახურე ნაგებობები თავლას, რომელიც სადაც პირუტყვი იყო უკვე დაბინავებული და კვალი აღარ არსებობს ამ თავლის. დაიღუპა სულფახორქოსანი საქონელი, ფრინველი, წყვილთეფა საქონელი. გზები ამ წუთში არის გაწმენდილი, აღარც ერთი სოფელი ჩაგეტილი არ არის. ევაკუაცია დავჭირდა 4 ოჯახის, 22 მოქალაქე გავიყვანეთ, დავაბინავეთ, აკეთებს ყველაფერს, საქმის ყურშია მთავრობა, ყველა შესაბამისი სამინისტრო და აუცილებლად გვექნება იმის საშუალება, რომ სახლები აღუდგინოთ იმ დაზარალებულებს, რომლებმაც ზიანი მიიღეს. სტიქია იყო ლენტეხში ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხი ლაზდილის საავტომობილო გზის 98 კილომეტრზე მდინარის ადიდების გამო დროებით შეიზღუდა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ჩარჩენილი ტურისტები გუშინვე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები კი ტერიტორიაზე დღეს დილიდან განახლდა. შედეგად რამოდენიმე მონაკვეთზე ცაგერი ლენტეხი ლასტილის მიმართულებით ლენტეხი ლასტილის მონაკვეთზე ცენტრალური გზა ჩაიკეტა რამოდენიმე მონაკვეთზე. ამ ეტაპზე მოსახლეობაში რაიმე საფრთხის შემცველი ან ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ტურისტები იყვნენ ჩარჩენილი მეტყერში და უკვე გამოყვანილები არიან სამშვიდობოს ჯანმრთელად. გამთენიიდან განახლდება სამუშაოები ინტენსიურად, საგზაო დეპარტამენტი ჩართულია თავიდან ბოლომდე ამ საკითხში.
ფოთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. მალთაყვის სანაპიროზე კი ზაფხულის პირველი კონცერტი ჩატარდა. უამინდობის მიუხედავად გახსნის ცერემონია ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე ქალაქში მყოფი დამსვენებლებიც. მსმენლების განწყობაზე მუსიკოსებთან ერთად თიკა ფაცეციამ და არჩილ სოლოღაშვილმა ისრუნეს. მინდა მივულოცო ჩემს საყვარელ ქალაქ ფოთს საზაფხულო სეზონის გახსნა. ისეთი სანაპიროა ფოთს, რომ თან არ მინდა რომ ისე დაიტვირთოს, რომ მე ესეთი სილაღე არ იყოს ისეთი როგორი სამწუთას არის, მაგრამ თან ყველას მინდა გირჩიოთ რომ მოხვიდეთ, იმიტომ რომ მე არ ვიცი ძალიან ხმამაღალი ნათქვამი თუ არ იქნება, ვფიქრობ რომ საქართველოში ყველაზე კარგი სანაპირო აქ არის. გულოცავ ფოთს ზღვის სეზონის გახსნას, მზიანი და წარმატებული სეზონი მინდა უსურვო ამ ულამაზეს სანაპიროს. ექნება ბევრი სიახლე, ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის სპორტული აქტივობები, კერძო სექტორმა ძალიან ბევრი ახალი ობიექტი გახსნა და სხვადასხვა მიმართულებით, არა მხოლოდ კაფე, რესტორნების მიმართულებით, ასევე საზღვაო ატრაქციების და სხვადასხვა მიმართულებით ბევრი სიახლე დახვდება წელს აქ მოსულ დამსვენებლებს და ჩვენც რა თქმა უნდა მთელი ზაფხულის განმავლობაში შევეცდებით, რომ სხვადასხვა აქტივობებით მაქსიმალურად დავტვირთვით. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9 საათზე.